გამარჯობა, ეს ვიდეო არის თარგმნილი Actualized org-დან და ამ ვიდეოში ვისაუბრებთ პოზიტიურად ფიქრზე. კარგით, დავილაპარაკოთ მოდით ამაზეც, პოზიტიურად ფიქრი. მინდა ჯერ დაგანახოთ თვითონ მე რას ვფიქრობ ამაზე. და ამას დაგანახებთ ერთი მოკლე ზღაპრის დახმარებით. თვითონ ეს ზღაპარი არის ძალიან ძველი აღმოსავლური სიბრძნე და ის ასე ჟღერს. იყო ერთი პატარა სოფელი და ამ პატარა სოფელში ცხოვრობდა ცოტა ხალხი, მაგრამ იყო ამ ხალხს შორის ერთი ძალიან განსხვავებული გლეხი, რომელიც ცხოვრობდა სოფლის უკიდურეს ბოლოში. და ის განსხვავებული იყო, ის სხვანაირად ფიქრობდა. მისი ცხოვრების ხედვა არ იყო ისეთი რაღაცა, რაც ჩვეული იქნებოდა სოფლის მაცხოვრებლებისთვის. ხო და ერთ დღეს, ამ გლეხს ყავდა ერთი ცხენი, ხო და ერთ დღეს ეს ცხენი მას მოულოდნელად გაექცა. და ეს მოხდა ზუსტად მაშინ, როდესაც ამ გლეხს ახალნაყიდი ჰქონდა უნაგირი თავისი ცხენისთვის. ანუ ცხენიც გაიქცა და ახალი უნაგირიც თან წაიყოლა. როცა მაცხოვრებლებმა ეს გაიგეს, ისინი ესტუმრნენ ამ გლეხს, მივიდნენ მის ნაკვეთზე, შევიდნენ მის სახლში და უთხრეს: ძალიან მწუხვართ. რა ცუდი ბედიღბალი გქონიაო, შენი ცხენი გაგექცა. და გლეხმა კი შეხედა და უთხრა: იქნებ ეს ცუდი ბედის ნიშანია, ან იქნებ ეს კარგი ბედის ნიშანია. ხალხმა გაკვირვებულად შეხედა და კითხეს, რანაირად შეიძლება იყოს ეს რამე კარგი ბედიღბალის ნიშანი. შენი ერთ-ერთი ცხენი გაგექცა და ეხლა რაღაც იზამ. მან კი უპასუხა: არ ვიცით, იქნებ ეს ცუდი ბედის ნიშანია, ან იქნებ კარგის. გაკვირვებულმა ხალხმა დატოვა მისი სახლი და ჩვეულად დაუბრუნდნენ თავიანთ საქმეებს. რამდენიმე დღის მერე კი ეს ცხენი დაუბრუნდა თავის პატრონს და მეტიც ამ ცხენმა კიდეც თან მოიყვანა კიდევ 3 გარეული ცხენი. ანუ ეხლა ამ გლეხს ცხენიც დაუბრუნდა უნაგირიც და კიდევ 3 ახალი გასახედნი ცხენი. ეხლა კი ხალხმა როცა გაიგო ეს ამბავი, ეგრევე ესტუმრნენ ამ გლეხის სახლს. და სიხარულით ეუბნებიან: ვა, რა იღბლიანი ყოფილხარ თურმე შენ. გლეხმა კი შეხედა და უთხრა: იქნებ ეს კარგი ბედის ნიშანია, ან იქნებ ცუდი ბედის. ვინ იცის? თანასოფლელებმა კი ამ კაცს შეხედეს და ძალიან გაუკვირდათ. როგორ შეგიძლია ამბობდე, რომ ეს შეიძლება ცუდი იყოს? ყავდა ერთი ცხენი. მერე გაგექცა, ეხლა კი ეგეც დაგიბრუნდა და 3 ცხენიც ყავს კიდე საჩუქრად. ეს ხომ საოცარია? გლეხმა კი უპასუხა: იქნებ ეს რამე კარგი ბედის ნიშანია, ან იქნებ რამე ცუდის. თანასოფლელები წავიდნენ ისევ გაკვირვებულები. არც კი იცოდნენ რა ეფიქრათ. გავიდა ამის მერე რამდენიმე დღე და ამ გლეხის შვილს მოუწია ამ ახალი ცხენების გახედნვა და გაწვრთნა ამ 3 ახალი ცხენის და სანამ ამას ცდილობდა ერთ-ერთი ცხენის გაწვრთნას ამ 3-დან, ერთ-ერთმა ძალიან ძლიერი წიხლი დაარტყა. ძირს დაეცა გლეხის ვაჟი, ფეხი მიარტყა ძალიან ცუდად ქვას და მოიტეხა. თანასოფლელებმა როცა გაიგეს ეს ამბავი, ესტუმრნენ ისევ ამ გლეხს, მივიდნენ მის სახლში და ისევ გამოთქვეს თავიანთი მწუხარება. რა ცუდი ბედი გქონიაო? გლეხმა კი საბოლოოდ შეხედა და თქვა: იქნებ ეს ცუდი ბედის ნიშანია, ან იქნებ პირიქით, ძალიან კარგის. ეს კი სოფლელებმა უბრალოდ ვერ აიტანეს. მეტი ეს ვერ აიტანეს. როგორ შეიძლება ამბობდე, რომ ამაში შეიძლება რამე კარგი იყოს? შენმა ერთადერთმა შვილმა მოიტეხა ფეხი. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე საშინელი რამე, რაც ბედს შეუძლია მოგიმზადოს. გლეხმა უსმინა ყველას, დაუფიქრდა ყველას ნათქვამს და თქვა: იქნებ ეს ცუდი ბედის ნიშანია, ან იქნებ პირიქით, ძალიან კარგის. ხალხი უბრალოდ გააგიჟა ამ ადამიანის აზროვნებამ და მერე წავიდნენ გაბრაზებულები. მაგრამ რამდენიმე დღის მერე, სანამ მისი შვილი ნელ-ნელა ჯამთელდებოდა მოტეხილი ფეხისგან, სანამ იწვა ლოგინში, სამხედრო წარმომადგენლები მოვიდნენ ამ სოფელში. ჯერი დადგა კონკრეტულად ამ სოფელზე. ისინი აგროვებდნენ ჯარს.
უნდათ შეექმნათ ჯარი იმ ომისთვის, რომელიც დგებოდა მათი სამშობლოს უკიდურეს ბოლოში. და ისინი ეძებდნენ კარგ ჯანღონის მქონე ახალგაზრდებს, მამაკაცებს ამ სოფლიდან, რომლებიც უნდა წასულიყვნენ განწირულ ომში სასიკვდილოდ. მაგრამ არ წაიყვანეს აი ამ გლეხის შვილი, რადგან გლეხის შვილს სიარული არ შეეძლო. ეს იყო მთელი ზღაპარი. ეს არის ძველაღმოსავლური სიბრძნე და მინდა ვახსენო ჯონ კიჰო, ვინც პირველად მომიყვა ეს ზღაპარი. მან მომიყვა ეს პირველად და ეს იყო ძალიან შთამაგონებელი. პირველად როცა ეს გავიგე, ეს იყო ჩემთვის ძალიან საოცარი, რადგან ამ ზღაპარში დევს უშველებელი სიბრძნე, რომ ვინ იცის რეალურად ვინ იცის რა წარმოადგენს კარგ ბედს და ცუდ ბედს ჩვენ ცხოვრებაში. ბრძენი ხალხი ხვდებით, რომ ეს არ არის არც თუ ისე მარტივი. რომ ის რაღაცეები, რაც ზედაპირულად არასასიამოვნო ჩანს ჩვენთვის, ზუსტად არ ვიცით ეს ცუდია თუ არა. და რაც ზედაპირულად შეიძლება კარგი ჩანდეს ჩვენთვის, არც ეგ ვიცით ზუსტად კარგია ჩვენთვის თუ არა. ესე რომ შეხედოთ ცხოვრებას, მერე ყველაფერი უფრო მარტივი ჩანს. და ცხოვრების ბოლომდე სამ ყველა სულას არ გააკეთებ, ზუსტად ვერც იტყვი, რა იყო შენთვის ამ ცხოვრებაში კარგი და რა იყო ცუდი. მეგობრებო, ბოდიში რომ გაწყვეტინებთ, მაგრამ თუ მოგწონთ ჯერჯერობით რაც მოისმენთ ის, მაშინ აუცილებლად გამოიწერეთ არხი. ყოველ შაბათს დავდებ უკეთეს და უკეთეს თარგმანს და მოდი ერთად ვასწავლოთ საქართველოს. როცა შეძლებ ამის გაანალიზებას და მიიტან ამას სულთან ახლოს, მერე იწყებ მიხვედრას იმისა, თუ რას ნიშნავს იყო პოზიტიურად მოფიქრე ადამიანი. შეგიძლია დაამუღამო 1-2 ხრიკი, რაც დაგეხმარება უფრო პოზიტიურად ფიქრში, რომ იყო უფრო ოპტიმისტური. მაგრამ ჩემი აზრით, თუ გინდა მართლა დანერგო შენ თავში პოზიტიურად ფიქრის უნარი, მაშინ უნდა რაღაცნაირად დადგე იმ პოზიციაზე, რომ ცხოვრება გაცილებით მეც მოიცავს, ვიდრე ჩვენი ყოველდღიურობა. და არ არის მარტივი, რომ მიხვდე ყველა დეტალს თუ ცხოვრებაში რატომ არის ეს ასე ის ისე. თუ გაიხსენებ ყველა იმ რთულ, გამომწვევ, ერთი შეხედვით გადაულახავ პერიოდებს შენ ცხოვრებაში, თუ გაიხსენებ ყველა იმ უბედურ დროს, ისეთ პერიოდებს, რასაც აშკარად გავაიარლიყებდით როგორც რამე ცუდს, რომ დავაკვირდეთ მათ და თუ რა ძალა მოქცა ამ ტკივილმა, რომ დავაკვირდეთ იმას თუ როგორი გავლენა ქონდა ამას მთელ შენ ცხოვრებაზე, დღევანდელ დღემდე, რომ დავაკვირდე მთელ ამ პერიოდს, აღმოაჩენ რომ შენი ყველა დიდი ბრძოლა ამ პერიოდში იყო. როცა განიცდიდი ტკივილს, ყველაზე მეტი ძალა მაშინ მოდიოდა. მაშინ იზრდებოდი ყველაზე მეტად. შენ ისწავლე ამ პერიოდში ყველაზე დიდი გაკვეთილები. შენი ყველა დიდი წარმატება ამ საძირკველიდან მოდის. შენ გაგწვრთნა ამ პერიოდმა. ასე რომ ყველა გამომწვევი დრო, რაც რთული ჩანს, უმეტესწილად ხდება საძირკველი ჩვენი მომავალი წარმატებისა. ამიტომ სწრაფადვე მოვლენები არ უნდა გაეარლიყო როგორც რამე ცუდად ან კარგად. მაგრამ შენ ხო ყოველთვის ასე შვები. უმეტესად, როცა ნეგატიურად ფიქრობ, როცა ნერვიულობ, როცა გეშინია, როცა ძალიან გაბრაზებული ხარ ან თავს ნატკენად გრძნობ, ნუ ამას ძალიან მკაფიოდ გრძნობ, რეალურია ეს ტკივილი. ეს შენ გაბრაზებს, ეს შენ განერვიულებს, მაგრამ დაუშვათ ეს ჩაანაცვლე უკვე პოზიტიურად ფიქრით. თუ შეძლებ დაეუფლო ამ ტექნიკას და ვიდეოს ბოლოში განახებთ როგორ, დაიწყებ იმის შემჩნევას, რომ ნერვიულობა არ არის საჭირო. და რომ უმეტესწილად ნერვიულობ ისეთ რაღაცეებზე, რაც რეალურად კარგია შენთვის, რაც მართლა გააგზრდის როგორც ადამიანს და რაც მართლა მოგცემს ძალიან დიდ ძალას. ნამდვილი მეომრები აზროვნებენ ისე, რომ არ შეიძლება იყოს პრობლემა, რაც არ არის შესაძლებლობა. მე ვფიქრობ, აი ეს არის პოზიტიურად ფიქრის მთელი გული, რომ ყველანაირი პრობლემა და გამოწვევა, რაც არ უნდა გქონდეს ცხოვრებაში, არის რეალურად შესაძლებლობა. ყველა პრობლემა რომ შესაძლებლობაა, ეს მარტო ლამაზი სიტყვები არ არის. ეს იდეა მოითხოვს შესწავლას. ამას ჭირდება ბევრი შესწავლა, ბევრი დაფიქრება, ბევრი შრომა და გამოცდილება, რომ მიხვდეს საბოლოო ჯამში. ცხოვრებისეული გამოცდილება გჭირდება, რომ ნახო ამ იდეის ჭეშმარიტება. ზედაპირულად რომ აღიქვამ ამ იდეას სულ სხვა რაღაცა და სიღრმისეულად როცა გამოცდი სულ სხვა. ამიტომ უნდა რაღაც მხრივ გადახედო შენ წარსულს და ჩახედო შენ ისტორიას. სად დაუმტკიცო შენ თავს ეს იდეა ჭეშმარიტებაა თუ არა. გეუბნები ამას, მაგრამ შენ შეიძლება ახლა ფიქრობდე, რომ კი ეს ლამაზად ჟღერს და შეიძლება ამ მიდგომამ ბევრი პრობლემაც გადამეჭრას ცხოვრებაში. ხვდები, რომ ჩემ ცხოვრებისეულ პრობლემებს ზოგჯერ შეიძლება ვაზვიადებ, ბევრჯერ სიმართლესაც არ შეესაბამება, მაგრამ მაქვს აი ეს ერთი პრობლემა, მარტო ერთი პრობლემა, რომელიც არის სუფთა ჯოჯოხეთი და უკან მხევს. სუფთა ჯოჯოხეთია ეს, სუფთა ბოროტება. შანსი არ არის, რომ ეს პრობლემა, რაც ახლა მე მაქვს აქ, შანსი არ არის, რომ ამას
შეიძლება გქონდეს რამე შესაძლებლობა შიგნით. არანაირი შესაძლებლობა არ არის აქ, ვერანაირ გაკვეთილს ვერ ისწავლი აქედან. ეს სუფთა ნეგატივია. რომ შემეძლოს ამის ჩემი ცხოვრებიდან ამოჭრა, ზუსტად ვიცი რომ გაცილებით ბედნიერი ვიქნებოდი, ზუსტად ვიცი რომ ეს უფრო მეც მომიტანდა, მაგრამ ზუსტად აი ამის საწინააღმდეგოს გეუბნები ახლა მე. ეს არ არის პოზიტიურად ფიქრი. და მესმის რა პოზიციიდანაც მოდიხარ, იმიტომ რომ მეც მაქვს ეგეთი პრობლემები. ესეთი პრობლემები ძალიან ბევრი მქონდა მე წარსულში და ეხლა ცოტათი აქვს ამას ჩემზე გავლენა. მაგრამ შენ უნდა იცოდე როგორ ფიქრობ, რა ფიქრის სტილი გაქვს შენს ყოველდღიურობაში. უნდა იცოდე რომ ასეთმა ფიქრის სტილმა მოგიყვანა შენ ცხოვრებაში იმ წერტილზე, სადაც ხარ ეხლა. ამან მოგიყვანა იქ თუ სადაც ეხლა ხარ. მაგრამ ამან მოგიყვანა მხოლოდ აი აქამდე. და ზუსტად ვიცი რომ შენში არის პოტენციალი რომ შეძლო ამაზე გაცილებით მეტი. და თუ გინდა შენ ამ ახალ დონეზე ახვიდე, მოგიწევს რომ სხვანაირად დაიწყო ფიქრი. ზოგჯერ რადიკალურად სხვანაირად მოგიწევს რომ იფიქრო. ისე რომ არაკომფორტული იყოს, ისე რომ ზოგჯერ მოგეჩვენება თითქოს ოცნებობ რაღაცებს, მოგიწევს იფიქრო შენთვის შეუძლებელ რაღაცებზე. იფიქრო იდეალისტურად. თითქოს რაღაც ფენტეზის თამაშობ. მაგრამ მაინც უშველებელი სიბრძნე დევს აი ამ იდეაში. იდეაში რომ შეუძლებელია რამე დაგემართოს, რაც არაა პოზიტიური. გარანტიას გაძლევ რომ თუ კარგად დაუკვირდები. ეხლა რომ დაგიჯდე გვერდით და ჩაუჯდეთ იმ გამოწვევას, რაც გაქვს შენ წინ, რომელიც მიგაჩნია რომ გადაულახავია, ამ პრობლემას საფუძვლიანად რომ შევხედოთ, გარანტიას გაძლევ რომ რამე პოზიტიურს მაინც ვიპოვიდით ამაში. რამე კარგ გაკვეთილს. რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ეგრევე შენი პრობლემები მოგვარდება. ეს არ ნიშნავს რომ შენი პრობლემა არარეალურია, არ ნიშნავს რომ არ უნდა იმოქმედო ამ პრობლემის გადასაჭრელად, არ ნიშნავს რომ არ გრძნობ ამ პრობლემის ტკივილს. მე არ ვუარყოფ ამ ყველაფერს. რასაც მე ვამბობ მარტივად არის, რომ როცა ამ ფიქრის უნარს აითვისებ და ხდები პოზიტიურად მოაზროვნე ადამიანი, შენ ყოველთვის გაქვს საშუალება კონტრდარტყმა მიაყენო ყველა შენ პრობლემას. არსებობს ასეთი საბრძოლო ხელოვნება სახელად აიკიდო და მთავარი პრინციპი ამ საბრძოლო ხელოვნების არის, რომ შენ იყენებ შენივე მოწინააღმდეგის ძალას იმისათვის, რომ დაამარცხო შენივე მოწინააღმდეგე. როცა ეს მოწინააღმდეგე თავს დაგესხმევა, ან როცა ცდის რომ რამე ილეთი ჩაგიტაროს, შენ რასაც შვები არის, რომ დინებას მიუყვები. იყენებ ამ პრობლემას. იყენებ იმ დარტყმას, რაც მოდის შენკენ. და შენ აიცელ ამას და შენ არ აჩერებ ამ დარტყმას ან ბლოკავ ან ირიდებ. არამედ იღებ შენკენ წამოსულ ძალას და აქცევ ისეთ ილეთად, რომელიც გემსახურება. ანუ იმ უარყოფითიდან რომ შენკენ მოდის დარტყმა, უეცრად ამისგან ქმნი რაღაცა პოზიტიურს. დაჭერილი ყავს შენი მოწინააღმდეგე და გაქვს შესაძლებლობა გადააქციო მისი ეს დარტყმა, რომელიც მოდიოდა შენი სახისკენ, გადააქცევ ამას რაიმენაირის სახის ილეთად. რამე უპირატესობად შენთვის, რამე ტაქტიკურ უპირატესობად. ეხლა კი მოწინააღმდეგე ძირს გდია და შენის დაჭერილი ყავს. რადგან შეძელი გააკეთო რაღაცა ფინტი, რომელმაც გადააქცია ეს პრობლემა რაღაცა კარგად. იგივე ხდება პოზიტიურად ფიქრით. აი ამას გაძლევს შენ პოზიტიურად ფიქრის უნარი. და პრაქტიკულ დონეზე ეს ეხება ყველა შენ პრობლემას, რაც გაქვს ცხოვრებაში. მინდა აწი დაიწყო ფიქრი ყველა შენ პრობლემაზე, რაც გაქვს, ნებისმიერ პრობლემაზე, რაც არ უნდა პატარა თუ დიდი იყოს. სულ დასვი შეკითხვა. რა შემიძლია მივიღო ამისგან, რა იქნება გაკვეთილი, რას ვისწავლი, როგორ გამზრდის ეს, როგორ მიმიყვანს ეს ჩემ უდიდეს წარმატებამდე, როგორ გავიმარჯვებ მე ამით. ესე ფიქრი რომ შეძლო, შრომა გჭირდება. თავიდან ასე ფიქრი იქნება შენთვის არაბუნებრივი. განსაკუთრებით თუ მიდრეკილი ხარ ნერვიული ნეგატიური ფიქრებისკენ და თუ ამას შვებოდი მთელი შენი ცხოვრება. ეხლა გაქვს ნეგატიურად ფიქრის ჩვევა. ამას მოწმობს ის, რომ პრობლემები რაც გაქვს, ისინი გაღიზიანებენ, მაგრამ რეაგირებ შენ ამაზე არაცნობიერად და რომ შეცვალო ეს, ამას სჭირდება დიდი ცნობიერების დონე. ეს პრობლემები იწვევენ შენში ბუნებრივად ემოციურ რეაქციას. და ეს რეაქცია მეტნაკლებად მოდის თავისით, ბუნებრივად. თითქოს თოფის სასხლეთს გამოკრავ. გაქვს რაღაცა მოქმედება, რომელსაც ავტომატურად მოსდევს რაღაცა შედეგი. მოქმედება, შედეგი. პრობლემა, გაბრაზება. აი ასე მოქმედებ შენ. ცნობიერად არ მოქმედებ, ეს ავტომატური ხდება შენთვის. თუ გინდა გახდე პოზიტიურად მოაზროვნე ადამიანი, მაშინ დაიმახსოვრე რომ ეხლა რასაც გეტყვი ის. შემდეგში როცა გექნება პრობლემა, დიდი თუ პატარა, ეცადე შეამჩნიო ეს და იმოქმედო ცნობიერად. მიუხედავად იმისა, რომ იგრძნობ შიშს, ტკივილს, ნერვიულობას, ყველაფერ ცუდს, მინდა გახსოვდეს ყველაფერი, რაც ამ ვიდეოში გაიგე. ხვდები, რომ ეს არის პრობლემა. მაგრამ რაღაცა პოზიტიურიც იქნება ამაში. შემიძლია მივიღო რაღაცა პოზიტიური. და როცა შეძლებ იპოვო ეს, აი მაშინ ანვითარებ შენში პოზიტიურად ფიქრის უნარს.
ერთი ძალიან ძლიერი ციტატა არის ამ თემაზე და ეს ციტატა გავიგე მე ტონი რობინსისგან. ძალიან მომეწონა ეს ციტატა და მინდა გაგიზიაროთ ეს თქვენც. ეს ციტატა აი ასე ჟღერს. შენ იქნები ჭეშმარიტად ბედნიერი ცხოვრებით, იმ დღეს როცა მიხვდები რომ რაც არ უნდა ხდებოდეს შენს ირგვლივ, თუ არ იქნები ყველა მოვლენისადმი ბედნიერად განწყობილი, ამით მაინც არაფერი იცვლება. ამაში არის ძალიან დიდი ჭეშმარიტება და სიბრძნე. რადგან ყველაზე ოპტიმალური სტრატეგია, ყველაზე სასურველი სტრატეგია არის რომ იყო პოზიტიური ყველანაირ სიტუაციაში, მიუხედავად იმისა თუ რამდენად ცუდია. მიუხედავად იმისა, ვინ გარდაიცვლება. თუ დარჩები პოზიტიური, ეგ მიგიყვანს ყველაზე კარგ შესაძლებელ სიტუაციასთან, რაც შეიძლება მოხდეს. არაფერს მოიგებ იმით, რომ გეშინოდეს. არაფერს მოიგებ იმით, რომ იყო გაბრაზებული. არაფერს მოიგებ იმით, რომ გრძნობდე ტკივილს ან სევდას. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამ ემოციებს საერთოდ არ უნდა გრძნობდე. შენ მაინც იგრძნობა მათ, ვერ გააჩერებ მათ. მაგრამ როცა მოქმედებ აი ამ პოზიციიდან, პოზიტიურად ხედვის პოზიციიდან, მაშინ შეგიძლია პირდაპირ შეიგრძნო თუ რამდენად სხვანაირი იქნება შენი ცხოვრება. შენი ცხოვრება ტრანსფორმირდება თუ იქნები სულ პოზიტიური მიუხედავად იმისა, რაც არ უნდა ხდებოდეს. მაგრამ შენ გჭირდება დიდი ძალა და სიმამაცე, რომ ეს შეძლო. ადამიანების უმეტესობას კი ეს არ შეუძლია, ამიტომ არიან ასეთი ნეგატიურები. და მათი ცხოვრების ხარისხიც დაბალია პოზიტივის დაანხვის უუნარობის გამო. შენი ცხოვრების ხარისხი არის პირდაპირ პროპორციული იმასთან, თუ რამდენად პოზიტიური შეგიძლია იყო. მიუხედავად იმისა, თუ რა ხდება შენ ირგვლივ. განსაკუთრებით ყველა იმ ცუდ დროს, შენ უნდა გქონდეს იმედი და პოზიტიურობის განცდა. ესე უნდა მოიქცე, რადგან რეალურად პოზიტივის ამოღება შეგიძლია ნებისმიერი სიტუაციიდან. თან რაც არის ობიექტური სიმართლე და არა რაღაც ოცნებები. მაგრამ იმისათვის, რომ ეხლა ეს პრაქტიკულად ავითვისოთ, ამისთვის მოგცემთ თქვენ ერთ სავარჯიშოს. ეს არის ისეთი რაღაცა, რის პრაქტიკულად გამოყენებასაც შეძლებ. პოზიტიურად ფიქრის კუნთს გაავარჯიშებ შენამით. ეს სხვადასხვის ძალიან რთული სავარჯიშოა. თუ წარმატებით შეასრულებ, ყოჩახ. ამ სავარჯიშოს ქვია 7 დღიანი პოზიტივის გამოწვევა. 7 დღიანი პოზიტივის გამოწვევა, შეიძლება გსმენია. აი, რას ნიშნავს ახლა ეს? ეს ნიშნავს, რომ მიყოლებით 7 დღე. მნიშვნელობა არ აქვს, როდის დაიწყებ? 7 დღე მიყოლებით. უნდა საერთოდ არ გქონდეს რამე ნეგატიური ფიქრი. მიყოლებით 7 დღე. ეს ნიშნავს, რომ რაზეც არ უნდა ფიქრობდე, ყველაფერი უნდა იყოს პოზიტიური. რა თქმა უნდა, თუ ცდი მაინც ამას, ნეგატიური ფიქრები მაინც ამოტივტივდება. ეგ არ აუშავს. მაგრამ როგორც კი შეამჩნევ და ცნობიერად მიხვდები, რომ ეს ნეგატიური ფიქრებია, როგორც კი შეამჩნევ ნეგატიურ ფიქრს, უნდა მოიცილო ეგრევე. 60 წამის მანძილზე. და მეტი არ უნდა იფიქრო ამაზე. უნდა გადახვიდე სხვა რამეზე. ან დაიწყებ რამე პოზიტიურზე ფიქრს, ამ სიტუაციასთან მიმართებით, ან სულის საერთოდ თემას და იწყებ საერთოდ სხვა რაღაცაზე ფიქრს. ან ყურადღებას გადაიტან რამეზე, მაგრამ უფლება არ გაქვს, რომ იფიქრო ნეგატიურად. და როცა კიდევ ერთი ნეგატიური ფიქრი ამოტივტივდება, ცოლათი მოგვიანებით მაგ დღეს, მაშინ ისევ. შენ შეამჩნევ ამას და როგორც კი შეამჩნევ ამას, 60 წამში უნდა გადააგდო. და უნდა იფიქრო რამე პოზიტიურზე, ან თავი გაერთო რამე სხვა ფიქრით. პრინციპი იმაში მდგომარეობს, რომ ეს უნდა გააკეთო 7 დღე მიყოლებით, იდეალურად. ასე რომ თუ ნეგატიური ფიქრი ამოტივტივდება და თუ შეამჩნევ რომ მაინც ფიქრობ ამაზე, არ ჩერდები და კიდევ ვფიქრობ ამაზე, მერე კიდევ 5 წუთი გავიდა და მაინც ფიქრობ ამაზე, კიდევ 5 წუთი გავიდა და მაინც, მაშინ დამარცხდი. თუ 60 წამი გავიდა და მაინც ფიქრობ ამაზე, თავიდან უნდა დაიწყო. მთელი ეს გამოწვევა, ნულიდან. ასე რომ ეს არის ძალიან რთული გამოწვევა, მაგრამ ძალიან მინდა რომ ცადო, რადგან ნათქვამი გაცილებით უფრო მარტივია ვიდრე გაკეთებული. როცა ამას ვცდი, პირველ რიგში გაოცდები იმით, თუ თავიდანვე თურმე რამდენი ნეგატიური ფიქრი ქონია. შოკში იქნები. ასევე ისიც გაგაოცებს, თუ რამდენად ეჭიდები ამ ფიქრებს. მიუხედავად იმისა, რომ არანაირი უკუგება მოაქვს. გაოცდები იმით, თუ რამდენი უნაყოფო ფიქრი გაქვს ყოველდღიურ ცხოვრებაში. და ასევე ისიც გაგაოცებს, თუ თურმე რამხელა პოტენციალი გქონია. პოტენციალი იმისა, რომ დაეუფლო შენს ფსიქოლოგიას. თუ შემიძლია მთლიანად გავაქრო ეს ნეგატიური ფიქრები, 7 დღე თუ გავძელი, მიყოლებით პოზიტიურად ფიქრით, შეამჩნევ რომ ეს არის ძალიან ძლიერი მიდგომა, რაც შემიძლია მოვარგო მთელ ჩემ ცხოვრებას. როგორი გავლენა ექნებოდა ამას ჩემს სამსახურზე, ჩემ ურთიერთობებზე, ჩემ ოჯახზე, ჩემ ფულის სიტუაციაზე, ჩემ ჯანმრთელობაზე. შენ შეამჩნევ ცვლილებებს და თუ შეძლებ გაძლო 7 დღე, ეს 7 დღე ძალიან დიდი ალბათობით იქნება, ალბათ ერთ-ერთი საუკეთესო 7 დღე, რაც გქონია შენ ცხოვრებაში მაგ წერტილამდე. რადგან როცა ფიქრობ პოზიტიურად 7 დღე მიყოლებით,
აი მართლა იგრძნობა მას. ეს გაგრძნობინებს თავს კარგად და დიდი ალბათობით შენ პროდუქტიულობის დონესაც გაზრდის. უფრო კრეატიული იქნები ამ დროის პერიოდში. ასე რომ მიდი და ცადე ეგ და უბრალოდ ნახე. ნახე აბა რამდენად კარგად შეძლება მას. აღმოაჩინე რამდენად პოზიტიურად ფიქრი შეგიძლია. ძალიან დიდი მადლობა რომ ბოლომდე უყურეთ ვიდეოს და თუ გინდათ კიდევ ვიხილოთ მსგავსი ვიდეოები, აუცილებლად გამოიწერათ არხი.